პირველ რიგში დავიწყებ იქიდან, რომ რაც ეს უნივერსიტეტში ეს დაპირისპირებების მთელი კასკადი მიდის და ეს შპაგაობა, სხვა ვერაფერს ვერ დავარქმევდი. ამას საერთოდ არ ვაპირებდი ამაში ჩარევას იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მაინც პოლიტიკასთან ასოცირდებდი და არ მინდოდა ასე ვთქვათ საკითხს პოლიტიზირებული იერი მისცემოდა. რაც შეეხება იმას, რაც დღეს მოხდა, ეს ისეთი ფაქტია, რომ უბრალოდ ვერ შევიკავებდი თავს და ამიტომ ჩავერიე ამაში. იცით, დღევანდელი ფაქტი სასაცილოც არის და სატირალიც. დღევანდელმა აი ამ ეგრეთ წოდებულმა სასამართლომ გამახსენა, თუ გახსოვთ, ასეთი ფილმი არსებობს, ქალის სურნელი, სადაც აი ასეთი მეთოდით რაღაც სისულელეზე ასამართლებენ სტუდენტს და მე ვფიქრობ, რომ ეს არის მანკიერი და ცუდი პრაქტიკა იმის გამო, რომ ვინ რა დაწერა სოციალურ ქსელში, მით უმეტეს დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც სიტყვის თავისუფლება არსებობს და აი ამაზე შემდეგ Facebook-ზე ჩადარაჯებული პროფესორა საბჭოებს და რაღაცა კომისიებს და რაღაც ამხანაგურ სასამართლოებს იწვევს, ჩემი აზრით ეს არ არის გამართლებული და რა შემიძლია ამაზე ვთქვა, შემიძლია ურჩიო ასეთ პროფესორებს, რომ დაანებონ თავი შუაღამემდე სოციალურ ქსელებში ვინ რას პოსტავს ამეების ხილვას თავი და დროულად დაიძინონ, რომ მეორე დღისით ლექცია ნაყოფიერად და კარგად ჩაატარონ. ზოგადად უნივერსიტეტში შექმნილი პირობები და მდგომარეობა აღმაშფოთებელი და შემაშფოთებელი კი არა, უკვე სახელი აღარ აქვს რა მდგომარეობა. პირველი რაც დღევანდელ დღეს დაფიქსირდა კიდევ ერთხელ არის ის, რომ უნივერსიტეტი ხელოვნურად მიზანმიმართულად ბლოკავს მედიის ურთიერთობას და სიმართლის გამოტანას და გამომზაურებას. მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას იმაში, რომ ეთიკის საბჭოზე დასწრებულიყო დღეს მედიის წარმომადგენლები. ის რომ მივიდნენ მოქალაქეები და არ დაუშვეს, ის რომ მივიდა მედია და არ გააშუქებინეს შიგნით რა ხდებოდა. ეს იმას ნიშნავს კიდევ ერთხელ, რომ უნივერსიტეტში კიდევ რაღაცა ღვივდება, კიდევ რაღაცა ჭაობს ემსგავსება და გამჭვირვალეობის პრინციპი არის დაუცველი. ამიტომ მე მიჩნდება, როგორც რიგით მოქალაქე მაკა მოსიაშვილს ასეთი განცდა, რომ ნოდარ ეჟიშვილზე დღეს მიმდინარეობდა შეგნებული ანტი-PR კამპანია, რომელიც არ იყო საჭირო, რომ მედიას გაეშუქებინა და დაენახა საზოგადოებას. იყო თუ არა ნოდარ ეჟიშვილის ბრალეულობა, მას სწორად ედებოდა ბრალი თუ არასწორად. ამ შემთხვევაში მე ვთვლი, რომ უნივერსიტეტის ის პოზიცია, რომ მედია და არასამთავრობო სექტორი და ნებისმიერი მოქალაქე არ დაასწრო დღევანდელ საბჭოს, მეტყველებს იმაზეც, რომ უნივერსიტეტი ებრძვის როგორც ნოდარ ეჟიშვილს, ისე თანაბრად ებრძვის ელიზბარ ელიზბარაშვილს.